კულტურა, სპორტი, საინტერესო ადამიანები და მათი ისტორიები, დღის აქტუალური თემები და მნიშვნელოვანი მოვლენები. ყოველ სამუშაო დღეს 9 საათსა და 35 წუთზე რადიო ათინათის ეთერში რუბრიკა დილის ჩართვა. დილის ჩართვა. დილომშვიდობის მოგესალმებით. მორიგი რუბრიკის როა ქართულ დილაში ტრადიციულად დილის ჩართვა ყოველ დილით ამ დროს სამუშაო დღეებში შემოგვიერთდა როგორც აკპორტის სპეციალური კორესპონდენტი სალომე ფარცვანია, საინტერესო სტუმარი ახლავს. დილომშვიდობის მოგესალმებით, როგორ ხართ? დილომშვიდობის საფიო, მოგესალმები შენ და მესალმები რადიო ათინათის მსმენელს. მინდა წარმატებული და ბედნიერი დღე გისურვოთ, რაც შეეხება ჩვენ დილის ჩართვის თემას. დღეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია საუნჯის გამგეობის თავმჯდომარე იაგო ფასაძე გვყავს სტუმრად, რომელსაც ძალიან დიდი სიამოვნებით მივესალმები. იაგო, დღეს რამდენიმე თემაზე სასაუბროდ მოგიწვიეთ, თუმცა პირველ რიგში მინდა კითხოთ იმ კვლევის შესახებ, რომლის პრეზენტაციას დღეს მერიაში უნდა მოეწყოს თქვენი ორგანიზებით. დიდი მადლობა სალომე, მივესალმებ რადიო ათინათის მსმენელებს, მადლობა რომ მაქვს შესაძლებლობა ჩვენს მსმენელებს ვაუწყო რამდენიმე პროექტის შესახებ ინფორმაცია, რომლითაც მათ შეიძლება საარსებო წყაროები გაუზარდონ თავიანთ ოჯახებს და კიდევ ერთხელ მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. დღეს ქალაქ ზუგდიდის მერიის დარბაზში 3 საათზე გაიმართება კვლევის პრეზენტაცია, კვლევით გადაადგილებული პირთა და ადგილობრივი თემების ეკონომიკური პოტენციალის შესაძლებლობების კვლევა აჭარის სამეგრელოს იმერეთის რეგიონებში, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშემწყობები პროგრამები, პროვაიდერები და მექანიზმები. კვლევა ჩატარდა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის და ალტოლთა დანის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში. კვლევა ჩაატარა ICT-მ და კვლევა წარადგენს ქალბატონი ნათია ჭელიძე, რომელიც გახლავთ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ապარატის უფროსი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი. ძალიან საინტერესო კვლევას წარადგენს. კვლევაში მოქცეულია ის ზოგადად იმ საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე და იმაზე თუ რა საშუალებები და რესურსები არსებობს ამ პერიოდისთვის, თუმცა მოსახლეობას ამის შესახებ მეტნაკლები ინფორმაცია გააჩნია და სასურველია მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია იმ რესურსების და იმ სახელმწიფო პროგრამების იქნება თუ საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით პროექტების შესახებ, რომელიც საქართველოში ხორციელდება. დღეისათვის მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს ცენტრალური მთავრობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების მიმდინარე პროექტებით და ასევე მიკროსაფინანსო ინსტიტუტები იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსახლეობამ გაიუმჯობესოს თავისი, თქვათ, შემოსავლის წყაროები. საუბარია მხოლოდ დევნილებზე? არ არის დევნილებზე საუბარია მოსახლეობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვყავს. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მინდა შევხვდეთ, რაც შეეხება დევნილთა საკითხებს, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ნაკლებობა და უმუშევრობა, როგორც დევნილებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და უპირველესი პრობლემა და განსახლების გარდა დევნილებისთვის სასურველია არსებობს კიდევაც რამდენიმე პროექტი, რომელიც ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას და შემოსავლების გაზრდას. ქალაქ ზუგდიდის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის და ასევე სამეგრელოს ზემო-სვანეთის რეგიონში მოსახლეობას საშუალება აქვს ისარგებლოს ზუგდიდის ბიზნეს საინფორმაციო ცენტრით, რომელიც მდებარეობს საუნჯეს ოფისთან რუსთაველის 52 ნომერში და აქ თავს იყრის ყველა ის მიმდინარე პროექტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც დღესდღეობით საქართველოში არსებობს. ზემოთ ნახსენები ორგანიზაციების, ანუ ცენტრი აფხაზეთის და DRC-ის მხარდაჭერით ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში რამდენიმე ქალაქში და მათ შორის ზუგდიდში გაიხსნა ეს ცენტრი და მოსახლეობას უფასოდ უწევთ კონსულტაციას და ასევე ვეხმარებით განაცხადების შევსებაში. დღეს მდგომარეობით სამეგრელოში ხორციელდება, როგორც სამეგრელოში, ასევე სხვა რეგიონებში ხორციელდება დაბრუნებულ მიგრანტთა პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არალეგალურად
იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ და დაბრუნდნენ საქართველოში ბოლო 1 წლის განმავლობაში, მათ საშუალება აქვთ ისარგებლო, მიიღონ 500-დან 5000 ლარის ფარგლებში ბიზნეს ინიციატივები წარადგინონ და შემდეგ უპრობლემოდ თავაფინანსებენ მას და ასევე სამედიცინო მომსახურება 1000 ლარის ფარგლებში შეუძლიათ მიიღონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მე ვიყენებ მადლობა ამ შესაძლებლობისთვის სალომე რომ დილით ეთერის საშუალებით მომეცა შესაძლებლობა მოსახლეობას ვაუწყოთ ამ შესახებ, რადგან მიუხედავად იმისა რომ ვრცელდება ინფორმაცია, მაგრამ რადიო მსმენელების რიცხვი უფრო დიდია და მათ შეუძლიათ ისარგებლოთ ამ პროგრამით და ყავს ძალიან ცენტრ აფხაზეთს და სამინისტროს ყავს ძალიან წარმატებული ბენეფიციარები, რომლებიც ამ პროგრამის შესახებ კიდევ ერთხელ გამიმეორებ თქვენი ცნება თვით იაგო საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არალეგალურად იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ და ბოლო 1 წლის განმავლობაში დაბრუნდნენ საქართველოში, აქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა მიიღონ ბიზნეს გრანტები და როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ისარგებლონ სამედიცინო სერვისით. ეს ყველაფერი ზეოსხენებულ მისამართზე ეს არის რუსთაველის 52. დიახ, ჩვენ გავუწევთ კონსულტაციას და გადავამისამართებთ იმ ორგანიზაციაში, რომელიც ამ პროექტს ახორციელებს. გარდა ამისა, კიდევ არის ერთი სიახლე, რომელსაც ახორციელებს ფონდი აფხაზ ინტერკონტი. პროექტის სახელწოდება სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივები, ახალი შესაძლებლობები, კონსტრუქციული და მდგრადი გარემო თემნილებისათვის იმერეთისა და სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონებში. პროექტს, როგორც გითხარით, ახორციელებს ფონდი აფხაზ ინტერკონტი და პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ. პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებს თემნითა საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტო, რომელიც სულ ახლახან შეიქმნა სამინისტროში და ეს პროექტი ითვალისწინებს იმ თემნილებისათვის მხარდაჭერის გაწევას, რომლებმაც მიიღეს სახელმწიფოსგან სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში შეიძინეს სახლები, ასევე გრძელვადიანი განსახლების პროგრამებში დაყრდნობილდნენ საცხოვრებელი ფართი და მათ საკუთრებაში გააჩნიათ ეს ფართი, ან თვითონ საკუთარი რესურსით შეიძინეს სახლი და აქვთ საკუთრებაში ამფლობენ მიწის ნაკვეთებს ამ ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართის მოლოდინში არ არიან, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ამ პროგრამის ფარგლებში. ეს გახლავთ მიკრო გრანტები სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად, სასოფლო-სამეურნეო იარაღების შესყიდვა შეიძლება მოხდეს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მექანიზაციის შესყიდვა, ასევე თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, ისეთები როგორიცაა მცირე საშემოსავლო ინიციატივებისა და თვითკმარობაზე მიმართული პროექტები. ანუ თუ ადამიანს აქვს სურვილი თქვათ გახსნა სილამაზის სალონი ან მუშაობა და შეუძლია გააფართოვოს ეს საქმიანობა, ან თუ აქვს მიწის ნაკვეთი და ტექნიკას ფლობენ და დამატებით შესაძლებელია შეიძინონ, ან ახალი ტექნიკა შეიძინონ, მაგრამ ერთი პირობით, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები უნდა იყვნენ დაკმაყოფილებული გრძელვადიანი განსახლების პროგრამებში, ასე თვითონ შეიძინეს საცხოვრებელი ფართები და ფლობენ საკუთრებაში როგორც მიწის ნაკვეთს, ასევე სახლებს, მათ უნდა დადონ 30% საკუთარი წვლილი, ან თვითდაფინანსებით არის გათვალისწინებული ეს პროექტი. რა თანხები შეიძლება დაფინანსდეს მინიმუმი და მაქსიმუმი როგორ? მინიმუმ შეიძლება 400 ლარიდან 1200 ლარის ფარგლებში, თუმცა ეს არ არის ის საბოლოო კრიტერიუმი, შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც გაზრდის ამ ბენეფიციარების შემოსავალს და იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ ადამიანი, რომელიც დღეს ქონდა შესაძლებლობა, თქვათ, შეიძინოს ერთი პური ან ერთი დღის საკვები, შეიძლება მას უფრო მეტი შემოსავალი ქონდეს. ეს არის ძირითადი პრინციპი და ძირითადი მიდგომა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გარდა იმისა, რომ განსახლების პროგრამა არსებობს, ეს პროგრამაც დაემატა, რომელიც უზრუნველყოფს მათემატიკებისათვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობას. თუ ჩვენს რომელიმე მსმენელს დაინტერესებს ეს ყველაფერი და გვისმენს ახლა, როგორ შეუძლია რომ დამატებით ინფორმაცია მოიპოვოს? ჩვენს ძვირფას რადიო მსმენელებს, რომელიც ამ წუთებში გვისმენენ, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც რადიო მსმენელებისგან მიიღებენ ამ ინფორმაციას, შეუძლია მობრძადნენ ქალაქ ზუგდიდში, რუსთაველის 52 ნომერში, სადაც საუნჯეს ოფისში, სადაც მდებარეობს ასევე ბიზნეს საინფორმაციო ცენტრი, ჩვენ დავაკვალიანებთ, გავუწევთ ინფორმაციას, შევავსებთ განაცხადებს და ასევე იქონიონ
მუდმივი კომუნიკაცია ჩვენთან, დაფიქსირდნენ ჩვენ ბაზაში და ნებისმიერი სიახლის შესახებ ჩვენ იქნება სატელეფონო ზარი თუ ადგილებზე ვიზიტი, ჩვენ მათ ვაცნობებთ იმ პროგრამების შესახებ, რომელიც საქართველოში ხორციელდება, როგორც სახელმწიფო, იქნება ეს სახელმწიფო პროგრამები თუ არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები. ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციული ჩართვა გამოგვივიდა. მე მადლობას გიხდით და წარმატებებს გისურვებთ. ხომ არ გსურთ რამე დაამატოთ? მე ვუსურვებ თქვენ რადიო მსმენელებს ძალიან საინტერესო, ხალისიან და წარმატებულ დღეს. ძალიან დიდი მადლობა საზოგადოებრივი ორგანიზაცია საუნჯის გამგეობის თავმჯდომარე ბატონი იაკობ ჰასანძე იყო ჩვენ დილის ჩართვის სტუმარი. რამდენიმე ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაგაცანით და მინდა ბედნიერი დღე გისურვოთ. დაგემშვიდობებით უკვე ხვალ დილამდე. ძალიან დიდი მადლობა ესეც საინტერესო ჩარტისთვის, საინტერესო თემისთვის და წარმატებები მინდა უსურვო იაგოს თავის საქმიანობაში აბსოლუტურად ყველა რადიო მსმენელს. ჩვენი ურთიერთობა გრძელდება 5-ზე და 9-ზე. 9 საათი 48 წუთი ერთი სიმღერაც და პრესას მიმოვიხილავ. კულტურა, სპორტი, საინტერესო ადამიანები და მათი ისტორიები, დღის აქტუალური თემები და მნიშვნელოვანი მოვლენები. ყოველ სამუშაო დღეს 9 საათსა და 35 წუთზე რადიო ათინათის ეთერში რუბრიკა დილის ჩართვა. დილის ჩართვა.